მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ესე იგი, წინასწარ გაფრთხილებთ ყველას რა. ვინც მე დამწყევლა, თვითონ მიუბრუნდა. აი ამას ვწერ ახლა, ვინც მე დამწყევლა, მიუბრუნდა. ამიტომ ფრთხილად. გაფრთხილებთ ყველას რა. ამიტომ ეხლა მე ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რაც ხალხმა ვერ გაიგო, რა ვთქვი რა. ყველა. და იმასაც გაჩვენებთ, რომ ვინც მე დამწყევლა, მიუბრუნდა. ეხლა გაჩვენებთ მე რა გამიჩალიჩეს გუშინ მაგათმა საზოგადოებამ რა. აი ეს დიმიტრი კობაიძე არის საპატრიარქოს ტიპი. ეს დიმიტრი კობაიძე, ესე იგი, არის უნარ შეზღუდული, მაგრამ დააწერინეს ესეთი რამ, რომ ესე იგი, გადადით მის გვერდზე, დიმიტრი კობაიძე, ნახეთ ეს და ნახავთ, თუ რამდენჯერ უწერია თამარი მოკვდაო რა. რამდენჯერ უწერია. და ვიღაცა მომდგება და მე ვწყევლე თურმე ვინმე რა. მე არავის სიკვდილი არ მისურვებია. აგერ დგავარ და გეუბნებით, ილია მეორისთვის სიკვდილი არ მისურვებია რა. მე როგორ საუბრობ, მაგას როგორ ჩანს თქვენ ვერ იგებთ და ეხლა გაგაგებინებთ კარგად რა. როდესაც ილია მეორე მოკვდა, გული რო გაეთიშა, მე თქვენ გაცნობეთ. თქვენ ამის დაჯერება არ გინდოდათ. თურმე რატო არ გინდოდათ ამის დაჯერება? იმიტომ არ გინდოდათ ამის დაჯერება, რომ ესე იგი, კაცობრიობას თურმე ეშინოდა, რადგან ნათქვამი ქონდა ამ კაცს ვინათქვევინა არ ვიცი, რომ მე ბოლო პატრიარქი ვარ და ბოლო ჟამის პატრიარქი ვარო და ამ ბოლო ჟამის ეშინოდა ხალხს რა, რომ ეს მეორედ მოსვლის ეშინოდა, ანუ ქრისტესი ეშინოდა, რეალურად ხალხს ქრისტეს გამოჩენის ეშინოდა. ეხლა რომ მოკვდა ეს კაცი ხო და რომ აღიარეს მკვდრად, იმიტომ რომ გული გათიშული როცა გაქვს ქრისტიანულ სარწმუნოებაში, ესე იგი გული გეთიშება, ესე იგი სული განგეტევება. გული გაეთიშა ამ კაცს 6 თვის წინ. ამყოფეს აპარატზე და მისი სხეული ძალით, ესე იგი პუმპეს ეს სისხლი და ბოლოს უკვე გაიხრძნა შიგნიდან ეს სხეული, გადმოანთხია სისხლიც რა და ეხლა ეგ სიკვდილად არ ითვლება მეგობრებო ის გუში რაც მოხდა. სიკვდილად ითვლება როცა გული გაეთიშა მას. აი მაშინ გაითიშა, მაშინ მოკვდა ეგ კაცი. მაგრამ ამ გულ გათიშულ ადამიანს მაინც მოანათლინეს 700 ადამიანი. მე ეს გაცნობეთ თქვენ. კიდევ გაფრთხილებთ რა. აი ამ ბიჭმა გუშინ მე სიკვდილი მისურვა და თვითონ მისი გვამიც სისხლმა მისმა გვამმა სისხლი ანთხია ბოლოს და ბოლოს რა. რომ გამათავისუფლეთო, რომ გამიშვითო აქედანო რა. იმიტომ რომ ჩაჭერილი ყავდათ მისი სული, აი იმ ერთ უჯრედ ტვინში, რომელსაც მედიცინის ენაზე, როცა ის ტვინი გაითიშებაო, მაშინ როდის აქეთ არის მედიცინა, კომაში რო ყავთ ხალხი და გული ეთიშება, თიშავენ აპარატს. და მაგაზე არ გამორთეს და თურმე სიკვდილი ქვია მაშინ, როცა ის უჯრედიც გაითიშებაო. რა უჯრედზე იყო ხალხო საუბარი? ეს კაცი 6 თვის წინ მოკვდა, გული გაეთიშა, ხო? და გაათავისუფლა რა, გაუში რა. ნუ რაღაცა იქ მე გადანაწილება მოხდა როგორ ჩანს ქონებების, იქ დაალაგეს, ვის რა როგორ ეკუთვნის, იქ მოამზადეს ვითარება და ესე ფიქრობენ რომ ეხლა ამ ვითარებით რაღაცას გადაარჩენენ. პირდაპირ გეტყვით რა. ესე იგი არავისთვის ცუდი არ მისურვია მე რაც გამიკეთეს ის ვთქვი. მე 4 წლის წინ მაგათა რომ მივედი 2022-ში, ხო? იცი რა გამიკეთეს? ხო, იცით რაც გამიკეთეს? ეხლა 700,000-მა კაცმა ნახა. რაც გამიკეთეს. არავინ მხარში არ დამიდგა. 3 შვილის დედას აქეთ მწყევლეს. ეს წყევლა ყველას უკან მიუტრიალდა.
და ეხლაც ვინც დამწყევლის, ყველას უკან მოგიტრიალდებათ, იმიტომ რომ მე ღვთის წინაშე მართალი ადამიანი ვარ. მართალი ვარ, გესმის? და თუ ვინმე ვამხილე, სამხელი იყო და ვამხილე. ესე უნდა მომხდარიყო. რაც შიც ვამხილე, არც ის მომიტყუილებია. ეგ ადამიანი, როდესაც ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარე დადგა, იქ აირჩია თავისი სატანასთან ერთად მუშაობა. ეგ იყო სატანის მოციქული. ეხლა მკვდარია თუ არ არის მკვდარი თუ მეწოდება თუ არ მეწოდება, ბიჭო, რანაირად უნდა მეწოდებოდეს გათავისუფლდა სული. აქამდე იყო საცოდავი, იმიტომ რომ ჩაჭერილი ყავდათ ერთ უჯრედში მისი სული. ეხლა კი არ უნდა მეწოდებოდეს, ეხლა ყველას უნდა გიხაროდნენ, რომ გაათავისუფლეს მისი სული. ვინ არის ეს სისტემა, ვინც ეგილიაც გამოიყენა და თქვენს ყველას კარგად გიყენებთ და ტვინებს გიტრიალებთ, რომ თურმე აპოკალიფსის საშინელებაა რა. აი, ვინ არის ეს სისტემა თუ იცით, ვინც შიშით მოქმედებს? ვინ არის ეგ სისტემა? გიკითხავთ ეგ? მე რომ მომდექით რაღაცა უაზრობით რა. და ეხლა გამოვიდნენ აქ ვიღაცის მცველები. ამ სისტემის, ურჩხული სისტემის მცველები გამოვიდნენ. მთელი საქართველო გამიცნობს რა. ისე კი არა თქვენ როგორც ფიქრობთ, ისეთი როგორიც ვარ, ისე გამიცნობს რა. და აი მე რო შეგწხვებათ, მე ნახავთ მაგასაც რა. არ გაბედოს ვინმემ და ჩემზე წყევლა არ გამოუშვოს, თავის თავს იწყევლის იცოდეს რა. მადლობას მომიხდით კი არა, ფეხებს დამიკოცნით გეუბნებით რა. ისეთ რაღაცებს გაიგებთ ეხლა რომ ფეხებს დამიკოცნით, ჩემზე ილოცებთ. მე რაც გამიკეთე, თქვენ მაგათმა ხალხმა მე რაც გამიკეთა, ხო? აი, უბრალოდ ეს ნახეთ რა გააკეთეს რა. სამი შვილის დედა, ხო? ფეხზე კიდიათ, ხო, სამი შვილის დედა? ფეხზე კიდიათ, ხო? ოღონდ იმ სატანამ იცოცხლოს და მე ფეხზე დამიკიდეთ, ხო? ვინც ფეხზე დამიკიდეთ, იცი რას გიზავთ თქვენ ეგ სისტემა? იცი თქვენ რას გიზავთ ეგ სისტემა? მე კი არა ხალხო, ეგ სისტემა ისეთ რაღაც მდგომარეობაში ჩაგაგდებთ, მე ნახავთ თქვენი თავის ბედის წყევლას რა. აი ეს როგორ შეიძლება დააწერინონ ადამიანს, როგორ შეიძლება დააწერინონ აი ესეთი რაღაც ადამიანს რა. ეს მჩხიბაობაა ხალხო. აი ეს რაც გამიკეთეს მაგათმა, ხო მჩხიბაობა არის მეთქი რა და ამის იქით კიდე რამდენი გამიკეთეს. არჩილ ბარბაკაძე, რას ვგავარ და აი იმას ვგავარ, ვინცა ვარ. გესმის, იმას ვგავარ. და შენ მკვდარს შეხედე იქ. გლოვაში რო ხარ, იმას შეხედე რას გავს. ახალგარდაცვლის ეგ არ გავს. თვალები გაახილეთ რა, ხალხო რა. რა გჭირთ ბიჭო რა. რამ დაგაშტერათ ეს მართლა რა იყო. რას გავხარ. ილიას 10,000 თავით ჯობი ვარ თუ გარეგნობაზე მიდგა საქმე. რა გჭირთ ხალხო? შიქხომ არა გაქვთ მართლა სულ ყველას რა. ხო და რომ მიხვდებიან რაც მოელით, მე ნახონ ცხრები მიყვებიან სამარეში. მაგას ახლა მიყვებიან ყველა ის ხალხი, ვინც ეგ ტყუილები, ვინც ეს ხალხი ტყუილებით ჭყიბა. ყველა მიყვება მაგას უკან. მეუფე იქნება ეს თუ სასულიერო პირი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ყველა უკან მიყვება მეთქი, ვინც მე მწყევლა. და ბოდიშები კი არა, დროზე მოინანიათ იცოდეთ რა, ვინც მე მწყევლეთ რა. თქვენ არ იცით მე ვინ ვარ. და რო გაიგებთ უკვე გვიან იქნება რა. ბანძი ხალხი ხართ რა, მაგარი ბანძი ხალხი ხართ. ბიჭო, გარეგნობით თუ ამართლებთ ამ ყველაფერს, შეხედეთ მაინც ეს ილია რას გავდა. თუ გარეგნობას უყურებთ და ჩემი გარეგნობა არ მოგწონთ, რა ვიცი მე, კაცო, ესე იგი მახინჯი უფრო ლამაზია ვიდრე მე? ანუ ილიას ვერ უყურებდით როგორი იყო? თუ გარეგნობით აფასებთ, იმის გარეგნობას რატო არ აფასებთ? ის მოხუცი იყო? რა ვიცი, მაგასაკში ბევრი მოხუცი მინახავს ძალიან კარგ მდგომარეობაში. და როდესაც მე სიმართლეს გეტყვით, ხო? სიმართლეს რო გეტყვით, ამისი გეშინიათ, იმიტომ რომ აპოკალიფსის გეშინიათ, იმიტომ რომ გეშინიათ ეხლა რომ ქრისტე თავზე დაგადგეთ. ჩაჯმულები ხართ ყველანი რა. რატო ხართ ჩაჯმულები? სისტემის მონები ხართ ყველა.
აბა მანახი ადამიანი, რომელსაც ბანკის ვალი არ ქონდეს. ადამიანი რო დაგადგეს ახლა ქრისტე თავზე და გითხრას ბიჭო რა ვალებში ხარ ეს რა არის? ვერ გადაგარჩენს. შენ რო ქრისტე თავზე დაგადგეს და შენ ბანკის ვალები ქონდეს, ის შენ სულს ვერ გადაარჩენს. იმიტომ რომ შენი ნებით გაქვს ხელმოწერილი იმ სისტემაში ხარ შესული ჩვეულებრივად შენი ნებით. გესმის? და თუ ჩემი მზერას ვერ უძლებთ, ხო? და ეგ გონიათ რომ რას გავხარო რომ მეუბნებით, ხო? აი მაგ მზერას თქვენ ყველა და ყველა სრულიად საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე დაინახავს რა. თვალებში ჩაგხედავთ ყველას. თვალებში ჩაგხედავთ მეთქი ყველას, გესმის? ვინც ცოცხალი დარჩებით. აი, მამალბაც იყილა. პირადში მწერენ, რომ ესე არ ილაპარაკო და ისე. რა არ ვილაპარაკო, ხალხო, რაც სიმართლეა იმას ვლაპარაკობ. მე არაფერს ტყუილს არ ვლაპარაკობ. ჯერა სიტყვები გაქვს, ხალო, რა უნდა დაიჯეროს ვინმე. წადი რა, შენ მკვდარს მიხედე. რა სიტყვები მაქვს? სიტყვები საუკეთესო მაქვს. იმ სიტყვებს, რასაც ეგენი იმსახურებენ, მადლობა თქვა, რომ არ ვამბობ რა. ხალო, წადი ხალო ბიჭო, წადი გაყევი იმას. გაყევი, სამარაში ჩაყევი რა. წადი მეთქი, რა გინდა აქ რა გინდა მე რომ მიყურებ, თუ არ გევასები რა. ან ეს სიტყვები თუ არ გევასება, წადი და ჩაყევი სამარეში იქ. აქ რა გინდა? წადი და მოისამძიმრე. და აკოცე ხელზე, მაყროლებულ ხელზე, მიდი აკოცე, აყროლებულია, ხო ვერ დაინახეთ ვიდეოში ის მღვდელი ხელზე რო ხელს რო კიდებს და მე რო ცხვირთან მიაკ და გული რო უწუხდება კინაღა. ვერ დაინახეთ იქ ესე რო არის ხალხი? მაგას ვერ ხედავთ, ხო? ბანძებო თქვენ. აი ესეთი ბანძების ჩამოყალიბებულ ქვეყანაში ვართ. მთელი საპატრიარქო ხალხს იმას ატყუებდა ბოლოჟამის და უკანასკნელი პატრიარქი არისო. ხო, იმასაც ატყუებდა ერთად ავალთ მთაზე და შევხვდებით ქრისტეს. აბა, წავედით შევხვდით ქრისტეს. პატრიარქის უკან დადგას მთელი ხალხი და მივდივართ მთაზე და ხვდებით. აბა, მაჩვენეთ საწავედით, რომელ მთაზე შევხვდით ქრისტეს. მაჩვენეთ. ესე კი გატყუებდნენ, ხო? და მაგას და კიდე რამდენს გატყუებდნენ, ხო? ხონა მიხვდეთ არა? კარგი დღე არის, ძალიან ლამაზი დღეა, მშვენიერი, მზიანი დღე არის. ღმერთმა ქნას ყველაფერი გაგაგებინოთ მაკაცის შესახებ, ყველაფერი. რაც კარგი უკეთებია და რაც ცუდი უკეთებია. და მე ნახავთ თქვენ რომ თურმე კარგი აემდენი უკეთებია და ცუდი ამდენი, გესმის? ჯერ მარტო ადამიანმა რომ ჩვენ პირველმა პრეზიდენტმა რომ თავისუფლება და ენა შეგვინარჩუნა, სული წმინდა შეგვინარჩუნა და იმაზე რო იტყვის კაცი რომ ჩაძაღლდაო, ხო, სატანად ჩაძაღლდაო, აი მაგას ნახე რა დაემართება რა. ვინ სული წმინდის შემნარჩუნებელზე იტყვის რომ სატანად ჩაძაღლდაო, აი მაგას ნახეთ რა დაემართება. ჯერ ეგეთის დაემართა და ეხლა რა დაემართება მე ნახა. ეს უკვე დასაწყისია მაგის სახის გამოვლინების და ეს ეხლა აი 2 კვირა მეთქი გითხარით რა 2 კვირაში ისეთები გამოვა, ისეთები დაიწყება და ისეთ სახეს დაინახავთ, რომ დედასპიცა ვარ თუ ჩემთან არ მოხვიდეთ თქვენი ნებით და ფეხები არ დამიკოცნოთ რა, მაგას გეუბნებით რა. ეხლა წავედი, კარგად იყავით.